მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგიის არსის და მთავარი ღირებულებების შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგია იმ სოციალური და ეკონომიკური პირობების საწინააღმდეგოდ წარმოიშვა, რომელიც ინდუსტრიული კაპიტალიზმის განვითარებამ წარმოშვა ევროპაში. ამასთან სოციალიზმი არის ერთგვარი კრიტიკა ლიბერალური საბაზრო საზოგადოების და გამოირჩევა ინდუსტრიული კაპიტალიზმის ალტერნატივის შემოთავაზების მცდელობით. რაც შეეხება მთავარ ღირებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგია, პირველ რიგში მათგან უნდა აღვნიშნოთ თემი და საზოგადოება. სოციალისტები ადამიანებს აერთიანებენ სოციალურ არსებებად, რომლებსაც სწორედ თემისა და საზოგადოების ძალაზე დააყრდნობით შეუძლიათ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევა. როგორც ჯონ დონი წერდა, არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული, ახსავსე საკუთარი თავით. ის კონტინენტის ძირითადის ნაწილია. ამიტომ ყოველი ადამიანის სიკვდილი მამცრობს, რადგან მე კაცობრიობის ნაწილი ვარ. შესაბამისად, ნურასდროს გაგზავნი იმის შესატყობა, თუ ვისთვის რეკს ზარი, ის რეკს შენს გამო. შემდეგი მთავარი ღირებულება, რომელსაც ეყრდნობა სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგია, არის თანამშრომლობა. სოციალისტები თვლიან, რომ კონკურენცია აპირისპირებს ადამიანებს ერთმანეთთან და აიძულებს ადამიანებს უარი თქვან ან იგნორირება მოახდინონ საკუთარი სოციალური ბუნების. ეს მაშინ, როდესაც თანამშრომლობაში უდიდესი მორალური და ეკონომიკური მნიშვნელობაა. შემდეგი მთავარი ღირებულება, საყრდენი ღირებულება სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგიისთვის არის თანასწორობა. სოციალისტები ხასიათდებიან თანასწორობისა და შედეგის თანაბრობის რწმენით. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტები თანხმდებიან სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის სიკეთეებზე, ისინი ვერ თანხმდებიან, თუ რა ზომამდე შეიძლება გაიზარდოს აღნიშნული თანასწორობის ხარისხი. შემდეგი ცენტრალური ღირებულება სოციალისტებისთვის არის სოციალური კლასი. სოციალური კლასი ფართო მნიშვნელობით აერთიანებს ერთნაირი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანთა ჯგუფებს. და სოციალისტებს ახასიათებთ რწმენა იმისა, რომ სწორედ სოციალური კლასია ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა სოციალური კატეგორია. შემდეგი მთავარი ღირებულება აღნიშნული იდეოლოგიისთვის არის საზოგადოებრივი საკუთრება. ყოველგვარი უთანასწორობისა და კონკურენციის წყაროდ სოციალისტები სწორედ კერძო საკუთრებას მოიაზრებენ, რაშიც იგულისხმება შრომის პროდუქტი, კაპიტალი და არა პირადი საკუთრება, მაგალითად ტანსაცმელი, ავეჯი ან საცხოვრებელი სახლი. სოციალისტები მრავალი მიზეზის გამო უპირისპირდებიან კერძო საკუთრების არსებობას. პირველ რიგში, იმიტომ რომ მას უსამართლობად მიიჩნევენ. თვლიან, რომ დოვლაც ქმნის კოლექტიური შრომა. შესაბამისად, შრომის პროდუქტით საზოგადოებრივი საკუთრება უნდა იყოს. ამასთან, კერძო საკუთრების ფლობა აღვივებს სიხარბის გრძნობას, რადგან მათ, ვისაც აქვთ კერძო საკუთრება, ცდილობენ სულ უფრო მეტი კერძო საკუთრების დაუფლებას. ამასთან, კერძო საკუთრების არსებობა რკმის ადამიანს მორალური თვალსაზრისით, აღვივებს მერკანტილურ გრძნობებს და ამავდროულად იწვევს იმგვარ რწმენას, თითქოს სრულყოფილებისა და ბედნიერების მოპოვება შესაძლებელი იყოს მეტი კერძო საკუთრების ფლობით. და ბოლოს, კერძო საკუთრება აღვივებს განხეთქილებას საზოგადოების წევრებს შორის, მაგალითად მეწარმეებსა და მშრომელებს, მდიდრებსა და ღარიბებს შორის. შესაბამისად, სოციალისტების რწმენით კერძო საკუთრება უნდა გაუქმდეს, გადაიქცეს საზოგადოებრივ საკუთრებად, ან საკუთრების უფლება უნდა დაბალანსდეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მაშასე დღეს ჩვენ გავეცანით სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგიის არსს და მთავარ ღირებულებებს. ჩვენი შემდეგი სასაუბრო თემა იქნება ნაციონალიზმის პოლიტიკური იდეოლოგია, გისურვებთ წარმატებულ სწავლას სწავლების პროცესს.